ეს არის 90%-იანი გიბსონის გამათბობელი. ამ შემთხვევაში ეს არის, როგორც ქვია, ორი სტეიჯი, ანუ ორ სიჩქარიანი. გიბსონს ვერ გაურკვევია ერთ სიჩქარიანი გამათბობლები როგორ გააკეთო, მარტივები. აქ კიდევ დაუმატებიათ ორ სიჩქარიანი ინდუსერი, ეს ერთი ორ სიჩქარიანი გაზვალვი, პლუს ECM-ის ბლოუერ მოტორი, რომელიც კონტროლ ბორდზე არის აი ამ expansion პორტზე დაერთებული. რა თქმა უნდა, ორი pressure switch-ი, ორი სიჩქარის გულისთვის. ერთადერთი რისი თქმაც მინდა ამ ვიდეოში არის, რომ ამ ბრენდს ვერ გაურკვევია როგორ გააკეთოს მარტივი ერთ სიჩქარიანი 80%-იანი გამათბობელი და გადასულან ორ სიჩქარიანის გაკეთებაზე, რომელიც რა თქმა უნდა აბსოლუტური კრახი იქნება, არის და იქნება ამ ბრენდისთვის. ახლა მე უბრალოდ ველოდები, როდის გადართავს მეორე სიჩქარეზე გაზვალვს და წესით ინდუსერმაც უნდა მოუმატოს სიჩქარეს და მოტორმაც შეგვიძლია ამპერაჟი ვნახოთ ინდუსერზე. ქარის წითელი არის დაბალი სიჩქარე, შავი მაღალი სიჩქარე. ამ მომენტში 0.4 ამპერია, რაც წესი 0.5 ამპერი შეიძლება იყოს მაქსიმუმ. ნახოთ წითელი არის 0 ამპერი და შავი არის მარტო შავი უნდა გავზომოთ. მარტო შავი არის 0.4 ამპერი. ეს იმას გვეუბნება, რომ როცა შავზე არის ამპერაჟი, გვეუბნება, რომ მაღალ სიჩქარეზე მუშაობს. როცა წითელზე არის ამპერაჟი, გვეუბნება, რომ დაბალ სიჩქარეზე, ანუ პირველ სტეიჯზე მუშაობს. გაზვალვიც ახლა აქ მეორე სტეიჯზე მუშაობს. მასაც ასევე 3 გამომავალი პორტი აქვს. რაც შეეხება მოტორს, აქ მოტორს ვერ გავზომავთ ამპერაჟს. სულ ეს იყო, აქ ვერც ვერაფერს ვერ შევაკეთებთ, უბრალოდ მუშაობს. არც არაფერი და რა თქმა უნდა, როცა გავალთ გარეთ, გაფუჭდება და გაჩერდება.